ყოფილი ფეხბურთელი. ერთი თბილისელი ჯერ კიდე ახალგაზრდა, რა ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავარქვა ჩემ თავს. ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ვიყო ცოტა ახალგაზრდურად გამოვიყურებოდე, თორე აღარც ისე ახალგაზრდა არა ვარ. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე. ძალიან დინჯები ვიყავით მე და შოთი, საერთოდ არ ვცელქობდით. სახში ვიჯექით, არაფერს არ ვაფუჭებდით, არაფერს არ ვამტვრევდით, ურც არ ვთამაშობდით. ცელქები ვიყავით, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვი უხაროდა თამაში, ჩვენს განსაკუთრებულად გვიხაროდა ფეხბურთის თამაში და ყველაფერი იყო აწყობილი ამ ფეხბურთის თამაშზე, ესე იგი დაჟის მეთოდით და წახალისების მეთოდით უკავშირდებოდა ფეხბურთს, ესე იგი თუ რამეს გავაფუჭებდით, პირველი დაჟის მეთოდი იყო, რომ არ ჩახვალდეთ ზოში და ვერ ითამაშებთ ფეხბურთს, თუ რამეს კარგად გავაკეთებდით, წადით ეზოში ითამაშეთ. ალბათ ადამიანის გულში ალბათ არ მთავრდება ეს. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს მშობლები. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დიდხანს ყოფნა, რომ ძალიან დიდხანს იგრძნო ბავშვად თავი. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას და მერე უკვე ალბათ სადღაც თავდება სიბერეში. პირველი ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და დინამოს შემადგენლობაში საქართველოს სახელით ვითამაშეთ ევრო ტურნირებზე პირველად დამოუკიდებელი დინამოს სახელით. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო ისტორიულად. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიცი როგორ დაემთხვა და როგორ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ერთადერთი ძმები ვართ სოფლიოში, ვისაც ერთდროულად ნათამაშები აქვს, ანუ ერთდროს ნათამაშები აქვს ეროვნულ ნაკრებში, ანუ მსგავსი შემთხვევა ჯერჯერობით არ არის, ესეც ალბათ რაღაცა ნიშანდობლივია ზოგადად, რომ ჩვენ მერეს და შოთის ერთ ნაკრებში ერთდროულად ნათამაშები გვაქვს და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან საამაყოა, ისედაც საამაყო იქნებოდა, რომ ცალ-ცალკე დროს გვეთამაშა, მაგრამ საამაყოა, რომ ერთ დროს თამაშობდით და აქამდე არავის მსგავსი არ ქონია. ყოფილან ძმები 2, 3, 4-იც, მაგრამ სხვადასხვა დროს რო უთამაშია და არა ერთ დროს და ჩვენ ისე გამოგვივიდა, რომ ერთ დროს ვითამაშეთ. ძალიან გამიჭირდა, ძალიან მწვალობდი და აი ბევრი რამე კიდე, რა თქმა უნდა, ის დრო იყო, რომ დღეს ახლა ძალიან წინ წავიდა მედიცინაც და ანუ თერაპიის მეთოდები, გამაყუჩებელი, ნემსი თუ მსგავსი რაღაცა, რითაც შეიძლება რომ შეინარჩუნო და მოირჩინო ან გაიხანგრძლივო კარიერა, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში კიდე ხან სადაც გერმანიაში, თურქეთში მაინც განსხვავებულად ბევრად უფრო უკეთესი პირობა იყო ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე მეტი ვერ შევძელი 30 წლის ასაკში დავანებე ფეხბურთს თავი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან განვიცადე დღესაც მაგ დაუგანყოფილების შეგრძნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ფეხი რო არ მდგენოდა, მინიმუმ 5-6 წელს კიდე ვითამაშებდი და ფეხი რო არ მდგენოდა, გონია რომ ბევრად უფრო მაგრა ვითამაშებდი. ვართ უბრალოები, არანაირი ამბარტავნობა არ გვახასიათებს და ვართ უშუალოები, არ გვიჭირს ხალხთან ურთიერთობა არავისთან. ტაქსი უნდა გაგვეჩერებინა და მივხვდით, რომ ქეში არცეც არ გვიდევს და გავაჩერეთ ტაქსი და თან ისე გავაჩერეთ, რომ გზავრი ეჭდა უკვე. ახლა სულ ცოტა ხნის წინ რა. ხო და
მიდიოდა ხიდზე და მე ვარაისხევისკენ და ვაკეში უნდა მოსულიყო და ნუ მეხით მოვდივარ და ვერ დავინახე რომ გზაური ეჯდა და დაუძახე და კი გააჩერა გამოგხედა და გზაური ყავსო და არაუშავსო და ნუ ალბათ გზარმაც თქვა რომ არაუშავსო და ნუ ჩავხდით ახლა მანქანაში და აღმოჩნდით მანქანაში ორი ამხელა კაცი და ნუ ქეში არ გვაქვს რა. ხოდა თამეკითხები რომ ეს გზავრი სად ჩამოდის თქო რა ხა მანამდე გამიჩერე გამოვიტან ეს რო შევაწუხოთ ნუ გამოჩნდა რომ ეს გზავრი უფრო შორს მიდის ვიდრე ჩვენ. ნუ ბოლოს მანქანაში უთხარით რომ ფული არ გვაქვს თქო. სანტრეს დაგარტყმევინებთ თუ გინდა უფულოთო. აი ეგეთი მსგავსი რაღაცები ხშირად ხა. პირველი გამახსენდება არა გოლი ალბათ რომელიმე კარგი გოლი რა ეხა ესე უცებ არ გამახსენდა მაგრამ აი შეგძნება ალბათ როცა გოლს აგდებ და ეს სიამოვნებას იღებ გარაჟების თავზე რასაც ქვია თქვა მანქანის ფარეხების თავზე რა ვიცი ხო სახში აივანზე რა ვიცი პადიეზიდან სადარბაზოსთან გადასასვლელი იყო ჩვენ სახში და იქა სახურავზე მაგალითად რა ვიცი სად მითამაშია რა ზღვაზე წყალში რა ვიცი ქვიშაში მესი უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბევრად ვიდრე რონალდო ეხლა მე იმ შორს ავარ იმ აზრისგან რაღაც ეს განსხვავებული შეხედულებები რო აქვთ რომ მესი მოწონთ და რონალდო არ მოწონთ ან რონალდო მოწონთ და მესი არ მოგწონთ თუ მესი არ მოგწონს ესე გაგებაში არ ახარ ახლოში არ ახარ არაფერთან ამ პირიქით მე მესისტი ვარ მაგრამ რონალდო არ მომწონს როგორ შეიძლება თქვა კაცი არარსებული ფეხბურთელია მაგრამ თუ ვადარებ მხოლოდ იმიტომ რომ ეს უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს დღეს უკვე იმდანაც მნიშვნელოვანია ტაქტიკური სქემა, წვნელის დავალება, თუ სწორე გამოიყენებენ ამ შენ თვისებას რომელიღაცას და თუ ეს თვისება 2-3 და მეტია, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე მოგცემს თამაშის საშუალებას. ნუ ჯერ კიდე განვითარების გზაზე ვართ, ვერ ვიტყვი რომ არ მივდივართ წინ, ნამდვილად, იმიტომ რომ წლები გადის და ჩვენც ვითარდებით, ფეხბურთიც ვითარდება, ნუ შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა უფრო ჩქარა რო ქნა, კიდე უკეთესი იქნება, ცოტა უფრო ჩქარა რო ქნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპორტის სახეობაში ფინანსები, იმიტომ რომ ხო არ ვიცი ახლა ალბათ საინფორმაციოდ ყველა ხვდებით რა ხდება მსოფლიოში, ხო ერთ ფეხბურთელს რო 700 მილიონს მიცემენ წელიწადში და შენ ქვეყანაში სულ დაუშვათ 50 მილიონი ან 100 მილიონი იხარჯება მთლიანად ამ სექტორზე, ნუ ხო დიდი განსხვავება. მე მესმის რომ ჩვენ არ ვედრებით ვთქვათ ის დიდი ქვეყანა, დიდი შესაძლებლობების თუ როგორც არის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ უფრო მეტი, ნუ პირველ რიგში ალბათ რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ მიხედოს ინფრასტრუქტურას, იმიტომ რომ კერძო სექტორი ინფრასტრუქტურა ძალიან გაუჭირდება და ყველაზე ძვირი ეგ არის. ნუ მერე განათლება რომ ცნელები იმ დონეზე განათლებული ყავდეს რომ შესაბამისად ბავშვებს გადასცენ შესაბამისი განათლება ფეხბურთს რასაც თქვა და ასწავლონ ყველაფერი ის რაც მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღისთვის რომ გახდნენ თორე ხა კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელები ყოველთვის იქნებიან ესეთი გამორჩეულები და ეხლა რაღაცა განსაკუთრებული ცნელის როგორ თქვა, ცნელის დამსახურება არ არის, რომ ხვიჩა სიტყვაზე დღეს ესე თამაშო. უვარონ თავს, ივარჯიშონ კარგად, გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ ითამაშონ, იყონ წარმატებულები და ერთ რამეს ურჩევდი, რომ არ გადადონ არაფერი. ყველაზე დიდი სპორტსმენის ყველაზე დიდი მტერი არის დრო. იმიტომ რომ არ არსებობს სხვა სახეობა არაფერი, ან არ სპორტის სახეობის გარდა სხვა
რა დავარქვა, სხვა რამე რა, ანუ არც ხატვარს, არც მსახიობს, არც მომღერალს, არც იურისტს, წლები გადის ემატებათ მხოლოდ გამოცდილება. სამწუხაროდ სპორტსმენებს ემატებათ გამოცდილება და მერე თავდება მარტო გამოცდილება გაქვს და თამაში აღარ შეგილია, იმიტომ რომ ხანმოკლეა ეს სპორტული კარიერა და აქედან გამომდინარე, ანუ 1-3-4 წელიწადში, რაც თქვა, სხვა სფეროში შეიძლება რომ მიიღო, აქ 2-3 თვეში უნდა მიიღო ის გამოცდილება და მოახმარო იქვე ახლოსში ჩქარა, იმიტომ რომ 10-12-15 წელი გრძელდება ეს კარიერა და 10-15 წლის გამოცდილება, რა ვიცი, როგორ გითხრათ ახლა, დავუშვათ მოსამართლის, ან იურისტის, ან ფინანსისტის, ან ექიმის მაგალითად. რა არის ექიმისთვის 10 წლიანი გამოცდილება? არაფერი. და ამ დროს როცა 30 წლიანი გამოცდილება აქვს და არის 60 წლის, 50 წლის და თქვათ 30 წლის სტაჟი აქვს და რამდენად წინ არის. და ჩვენ ახლა 50 წლის ასაკში შეიძლება კიბეზე ვეღარ ახვიდე და ჩამოხვიდე ჩვენი ტრავმების გამო და ამიტომ დრო არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და ამ დროს უნდა გადაუსწროთ, ამ დროს უნდა ვაჯობოთ და ამიტომ იმდენად ხანმოკლეა ეს ჩვენი კარიერა, რომ არ გადადოთ არაფერი ხვალისთვის და გააკეთეთ მაქსიმალურად ყოველ დღე, რომ ეს ხანმოკლე კარიერა რაც შეიძლება წარმატებული იყოს.